პეტრე პირველმა ამ ევროპელებთან, მოსკოვში მცხოვრებ ევროპელებთან გააკეთა შემდეგი დასკვნა. თორემ პეტრე არ იყო დიდი განათლების ადამიანი, მაგრამ როგორც ეთყობა აქვს ცხოველური ინტუიცია, რომ აშკარად ერთი ნაბიჯით წინ არის იმდროინდელ რუსულ საზოგადოებასთან ტექნოლოგიური თვალსაზრისით ევროპა. და ეს ეთყობა ევროპულ დასახლებასაც. ნებისმიერი ხელობა, ვთქვათ, უკეთი ძიან, ვთქვათ, ამზადებენ ან ასე ვთქვათ, შეკეთება შეუძლიათ საათების, უკეთ ბეჭდავენ, უკეთესი დურგლები არიან, მედიცინა აქვს განვითარებული ელემენტარულად. მორჩა, უკვე პეტრე ხვდება, რომ ეს საზოგადოება წინ არის. მაგრამ იქვე ხვდება პეტრე ერთ რამეს, რომ ის ხალხი, ვინც იმყოფება აი აქ გადამოსაკარგავში ევროპიდან, მოსკოვის სიახლოვეს, ესენი არიან დევნილნი, ან დევნილთა შთამომავლები, მეორე მესამე ხარისხოვანი ადამიანები. და ის მაშინ ამბობს ესეთ რამეს, რომ აქ ჩვენთან ნოვატორი, ინოვაციის ავტორი და ის კაცი, ვისაც და ის ადამიანები, ვისაც ევროპა მიყავს წინ, თავისი არ ჩამოვა. აქ ყოველთვის მაჭანჭალა აღმოჩნდება. ამიტომ ჩვენ უნდა ჩავიდეთ იქ და შევისწავლოთ. და ჩვენ ჩამოვიყავთ ეს ხალხი და მართლაც ერთ-ერთ პირველს, რასაც პეტრე აკეთებს, როდესაც ის სრულფასოვანი მეფე გახდება, იმიტომ რომ ნახეთ რა არის 1694 წლამდე პეტრეზე მეტად დედამისი ნატალია ნარიშკინა მართავდა. მერეც 96 წლამდე მაინც მას თანამეფე ყავდა უფროსი ძმის ბრმა და სულელად ცნობილი ივანეს სახით, მაგრამ აი უკვე 96 ის მეფეა. სხვათა შორის ის აწარმოებს ამ პერიოდში დიდი მცდელობები აქვს. პირველად ფლოტს გააკეთებს 30 გემიასო ზღვაზე გასასვლელი მოიპოვოს და მართლა დონზე არსებულ თქვა და ციხესიმაგრეს აზოვს აიღებს, მაგრამ ხედავს რომ თავარია რომ თვითონ ჩავიდეს, გაეცნოს, გაიგოს. რა არის ევროპა და ეს ცნობილი წელწადნახევრიანი დიდი ელჩობა იგეგმება, რომელიც 96-97 წლებში იყო ევროპაში. პეტრე პირველი განსაკუთრებით ევროპაში იხიბლება არა კათოლიკური სამყაროთი, არამედ ლუთერანული და კალვინისტური სამყაროთი, პროტესტანტული სამყაროთი. ყველაზე დიდ ინტერესს პეტრეში გამოიწვევს ბრიტანეთი. უბრალოდ მაშინ ჯერ კიდევ ინგლისი ეწოდებოდა. ზუსტად იმ პერიოდში და ემთხვევა, რომ ნიდერლანდების გენერალური შტატჰალტერი, თანამედროვე გაგებით პრეზიდენტი, შეთავსებით არის ინგლისის მეფე, ეს არის ცნობილი ვილჰელმ ორანელი. და უილიამ ორანელი. და უილიამ ორანელის მოწვევით მიდის ინგლისში. ერთი თემაა როგორ იქცევიან იქ. პეტრე და მისი 70 თანმხლები, ჯარისკაცი თანმხლები, რამდენიმე თარჯიმანი, 4 ჯუჯა და 1 მაიმუნი. იმ შენობაში სადაც ისინი განათავსეს, აბსოლუტურად იატაკი განადგურებული იყო, 50 სკამი და ნახევარიც არ იყო დარჩენილი დაუწვავთ და 300 ფანჯარა იყო ჩამტვრეული. საშინლად იქცეოდნენ, მაგრამ პეტრე იხლიბლება ინგლისით. და საინტერესო ნახეთ რა არის ის ეცნობა და ინტერესდება არა მაინც და მაინც ნიუტონით, ამ თქვა დიდი არქიტექტორებით, ვისგანაც მოწვევაც აქვს რომ გაეცოთ, არა. ხელოსნებით და უფრო პრაქტიკოსი მუშაკებით. ამათან ამყარებს კონტაქტს. იმიტომ რომ მას უნდა პრაქტიკული ცოდნა. აი ეს არ ხდება ის საქმე ნიუტონს არასდროს, მაგრამ ძალიან სერიოზული ურთიერთობები აქვს პროტესტანტებთან, განსაკუთრებით საინტერესოა, აი რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს კვაკერებთან. აი კვაკერების ერთ-ერთი ცნობილი მამამთავარ პენთან, ვის საკუთრებაც ხდება სწორედ იმ პერიოდში პენსილვანიის კოლონია, დღევანდელი პენსილვანიის შტატი, აი ცნობილ პენთან. პეტრე პირველს აქვს ესეთი აზრი ჩამოყალიბებული, რომ რუსეთი არის ველურეთი, ამას წერს თვითონ. ერთადერთი შესაძლებლობა არის რა აბსოლუტური დიქტატურის პირობებში ამ ხალხის განვითარების ადამიანურ, აი სიტყვას ვიტყოდი ამას ამბობს, ადამიანურ გზაზე დაყენება. ცხოველის მდგომარეობიდან ადამიანურ გზაზე დაყენება. ამისთვის რა თქმა უნდა, პირველ რიგში აუცილებელია გაწვრთნა და ევროპულ ყაიდაზე გადაყვანა არისტოკრატიის.
და მე ასე მიაჩნია რომ ამ საქმეში მისთვის სერიოზული ხელშემშლელი ეკლესია ორი მიზეზით. პირველი მიზეზი აბსოლუტურად მიუღებელია მისთვის რომ არსებობდეს რაღაც სფეროში პირველი პირი, ანუ რომ ყავდეს რუსეთის პატრიარქი, რომელიც თუნდაც რელიგიურად ჩაითვლება პირველ პირად და თვითონ უნდა იყოს პირველი პირი. და მეორე, მისთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის საზომი ღირებულებები, თქვა და ძალიან დიდი მარხვის წესები და ასე შემდეგ, რომელიც რუსულ ეკლესიაში არის. და ფიქრობს, რომ უნდა ეს ყველაფერი აიკრძალოს, შეიზღუდოს და რა თქმა უნდა ის დიდი ქონება, უზადო დიდი ქონება, რომელიც რუსეთის ეკლესიას ქონდა. და აი ბრუნდება თუ არა რუსეთში, აკეთებს რას? 98 წელს პირველი აღმოფხვის მორიგ სტელცების ბუნდს და სასტიკად დაჟის და საერთოდ გაანადგურებს ამ ესა თქვათ, ძველი რუსული ელიტის უკანასკნელ სამხედრო დასაყრდენს 1700 წელს შემოიღებს თქვათ ახალ კალენდარს, ანუ აი როგორც ეხა დღეს არის, რომ თქვათ 1991-2025, ანუ არა კონსტანტინოპოლ კალენდარს შეცვლის თქვათ, თანამედროვე ევროპული კალენდრით, რომელიც დღეს თქვათ მოქმედებს და გააუქმებს საპატრიარქოს. ანუ რა შვება? ზუსტად 1700 წლისთვის რო გარდაეცვალა ბოლო პატრიარქი, ის არავის აღარ აძლევს უფლებას რომ იყოს პატრიარქი, ხოლო 21 წელს საერთოდ დაუქმებს საპატრიარქოს. და ასე თქვათ პიეტიზმის მიმდევარ ადამიანს და დაჯგუფებას ჩააყენებს რუსეთის ასე თქვათ საეპისკოპოსოების სათავეში, მათგან ქმნის სინოდს. სინოდის თავმჯდომარე ხდება რა თქმა უნდა თვითონ. ანუ საუბარი რაზე, აი ეკლესიაზე მაგლა ინდივიდუალურ კონტაქტს რო ამყარებენ ღმერთთან. გარკვეულწილად პეტრეს ასე ვთქვათ მართლმადიდებლობა და ის რეფორმა რომელსაც ის ეკლესიაში ატარებს ძალიან ახლოს არის ვთქვათ შეიძლება და უпроსოდ განიცდის კალვინიზმის გავლენას. რა შორს მივდივართ? ჩვენ კარგად ვიცით რომ აი კალვინისტურ სწავლებაში აღსარება საიდუმლო არ არის. 1721 წლის პეტრეს ბრძანებით 7 საიდუმლოთაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეალურად უქმდება. ეს არის აღსარების საიდუმლო. აი რაც გულისხმობ. მაგალითად წესიერმა მართლმადიდებლმა მღვდელმა, მათ შორის ქართულმა მღვდელმა, რომ გასცეს აღსარება, რემმა რაც უთხრა და მერე ჯვარს ეცვას, ჯვარცმითაც ვერ გამოისყიდის სამწოდვას. და ბეჭედი. ეს არის 7 საიდუმლოდან ერთ-ერთი. პეტრე პირველის ბრძანებით, რომელსაც ამტკიცებს სინოდი, არის შემდეგი. რომ თუკი ნებისმიერ თეთრი მღვდელი შეიტყობს, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ იყოს შეთქმულება ან რამე ავი განზრახვა და ის ამას არ გაამჟღავნებს, რაოდენ მძიმეც იყო ეს განაზრახი, აღსარებაში რომ შეიტყობს ამას. ხაზია დასმული. აღსარებაში რომ შეიტყობს. თუ ის ამას არ გაამჟღავნებს და მერე ამას შეიტყობს სახელმწიფო, რამდენად მძიმე იყო ის დანაშაული, რომელიც აღსარებლისგან, აღსარების მიმღებმა მღვდელმა დამალა, იმდენად მძიმე იქნება სასჯელი. და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ როდის იყო ეს პოლიტიკური თქვა შეთქმულება, თუ რაიმე დანაშაული, დაგეგმილი და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ეს შედგა თუ არ შედგა. თვით კარამზინსაც კი დიდად პეტრე არ უყვარდა. ნუ გლუჩევსკი რეალურად მას ანტიქრისტად მიიჩნევდა. და ბევრი თქვა თანამედროვე რუსი ისტორიკოსიც თulis, რომ მიუხედავად იმისა, რომ აი პეტრემ შექმნა არმია, შექმნა ფლოტი, ის იყო თქვა ანტიქრისტი. ამ თავისი ღირებულებებით.